კონკურენტულ ბაზარზე საწავის ბაზრის პირობებში კონკურენციის სააგენტო ვარაუდობს, რომ თუ ლარის სტაბილურობა შენარჩუნდება, ხოლო გლობალურ ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასიკლებას გააგრძელებს, მაისში საწავი საქართველოშიც გაიაფდება. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული საწავის ბაზრის მონიტორინგის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად ბენზინი და დიზელი იანვარში გაწვირდა 5.10 თეთრით თვითღირებულების ზრდის გამო, ხოლო თებერვალ-მარტში გაიაფდა. კერძოდ სააგენტო ამბობს, რომ 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში მსხვილ ქსელებში ბენზინი გაიაფდა 7.10 თეთრით, დიზელი 8.10 თეთრით, ხოლო მცირე კომპანიების სეგმენტში შესაბამისად 15.20 თეთრით და 30.40 თეთრით. ფასის სხვაობა მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იმავე ტიპის საწავზე კვლავ საკმაოდ მაღალია. მაგალითად, რეგულარზე 24.44 თეთრის ფარგლებში, პრემიუმზე 19.33 თეთრის ფარგლებში, ხოლო დიზელზე 29.46 თეთრის ფარგლებში. სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ და არა მხოლოდ ამ თემაზე საუბარი. ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე გვერდება, მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. რა თქმა უნდა, საწავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებით მინდა დავიწყოთ. თქვენ გამოხატეთ მოლოდინი, რომ საწავის გაიაფება წელით მაისში მონიტორინგის საფუძველზე. რა არის ამისი საფუძველი? ანა, მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თქვენს აღნიშნეთ შესავალში, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პირველი კვარტლის მონაცემები შეაჯამა საავტომობილო საწავის ბაზრის მიმართულებით. ჩვენ 1 თებერვლიდან დაწყებული ბაზარზე ვხედავთ საწავის გაიაფების ტენდენციას. თუ დღევანდელ მოცემულობასაც ჩავთვლით, მცირე ქსელებზე ბევრად უფრო ასახულია აღნიშნული გაიაფების ტენდენცია, ვიდრე მსხვილი ქსელების შემთხვევაში და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მცირე ქსელები ბევრად სწრაფად რეაგირებენ აღნიშნულ ცვლილებაზე და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აპრილის თვეში საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მოხდა ნავთობის ფასის შემცირება და ჩვენი ვარაუდით ეს დაახლოებით მაისის თვიდან დაისახოს გაიაფებული იმპორტზე მსხვილი ქსელების შემთხვევაში, ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის სწორედ ის, რომ თუ ყველა ფაქტორი დარჩა უცვლელი, რაც დღეს სახელზე გვაქვს, ანუ გულისხმობ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასს და ასევე ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციას, ის პროცესი, რომელიც დაწყებულია მცირე ქსელებთან მიმართებაში, უკვე მაისში ასახვას პოვებს მსხვილ ქსელებში და აღნიშნული შემცირება უნდა იყოს ხელშესახები. ის კონტრასტი ასევე, რომელიც თქვენ ახსენეთ, რაც მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწავზე არსებობს, ეს სხვაობა სწორედ ამასაც უკავშირდება, იმიტომ რომ სწორედ აი მოქნილობიდან და სწრაფი რეაგირებიდან გამომდინარე, ზოგადად მარაგებს უკავშირდება, მცირე ქსელები ბევრად უფრო როგორც გაძვირების შემთხვევაში, ასევე გაიფების შემთხვევაში ბევრად სწრაფად რეაგირებენ და შესაბამისად, სწორედ ეს კონტრასტი აქთანაც არის ახსნილი. ამიტომ მარტივი შეჯამება და დასმა რო გავაკეთოთ, პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ ბაზარზე ვხედავთ, რომ ფასები არის სამართლიანი და ეს კავშირში იყო საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან და იმ ფაქტორებთან, რა ფაქტორებიც ახდენენ ჩვენთან საწავის ფასის ფორმირებას და აპრილის შემდგომ ასევე თუ არსებული ფაქტორები შენარჩუნდება, მაისის თვეში უფრო ხელშესახებ შემცირებას უნდა კონდეს ადგილი. ფასებს შორის კონტრასტის ნაწილში, გასაგებია, რომ მცირე ქსელები მოქნილები არიან და მსხვილები ნაკლებად, თუმცა მაინც რამდენად დიდია ეს სხვაობა, იმიტომ რომ საკმაოდ საგრძნობია, კონკურენტულია საწავის ბაზარი თქვენი დასკვნით? ჩვენ ვარაუდით და ჩვენ უყურებთ, რა თქმა უნდა, როგორც იმპორტის დონეზე, ასევე საცალო დონეზე ზოგადად კომპანიების რაოდენობას და მათ წილობრივ პოზიციებს ბაზარზე, თუ ჩვენ ავიღებთ 5 ყველაზე მსხვილ ქსელს საცალო ბაზარზე, მათი წილი დაახლოებით 65-66%-ის ფარგლებში, დანარჩენი მოდის მცირე სეგმენტზე, რომელიც რაოდენობრივად ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის 5 მსხვილი კომპანია, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი. ასევე იმპორტის დონეზე საკმაოდ ბევრია იმ კომპანიების რაოდენობა, რომელიც საწავის იმპორტით არის დაკავებული და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე დონეზე ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ფასნამატების დინამიკასაც თუ უნახავთ და მის კორელაციას იმ ფაქტორებთან, რომელიც იმპორტის თვითღირებულების გაიაფებას იწვევს და შემდგომ ამ გაიაფებული თვითღირებულების ასახვა ხდება საცალო ბაზარზე, მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობის ბაზარზე ვითარება არის კონკურენტული. რაც შეეხება ახლა კონტრასტებს მცირე და მსხვილ ქსელებს შორის, ჩვენ გვახსოვს 2022 წლის ის კრიტიკული პერიოდი, რომელზეც ჩვენ მოკვლევა ჰქონდა შემდგომ
დაწყებული, მაშინ ეს კონტრასტი დაახლოებით 60 თეთრი და უფრო მაღალი ფასის შემთხვევაშიც კი ფიქსირდებოდა და სწორედ ეს გახდა მაშინ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების საფუძველი. თუმცა მსგავს ვითარება დღეს ჩვენ ბაზარზე მთლიანობაში არ აგვაქვს, ფასები ვთვლით რომ არის სამართლიანი და ის შეესაბამება და კორელაციაშია იმ ფაქტორებთან, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების ფორმირებას იწვევს. ანუ თქვენ ვფიქრობთ, რომ 60 თეთრიანი სხვაობის შემცირება, მაგალითად რეგულარის შემთხვევაში 24-54 თეთრის სხვაობის დიაპაზონზე, მათ შორის თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად არის? არა, ნახეთ, ეს არის განგრძობითი დაკვირვების შედეგი უნდა იყოს, თუ 2022 წელს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შენარჩუნებული აღნიშნული კონტრასტი, ჩვენ ახლა განგრძობითად ვაკვირდებით აღნიშნულ ბაზარს, ამიტომაც არის იქ დიაპაზონი 20-40 თეთრის ფარგლებში, პირობითად თუ ავიღოთ, იგივე დიზელი იქნება თუ სხვადასხვა ტიპის საწვავი იქნება, თან ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ არის ეს აღებული ჩვენს მიერ ტაბლოს ფასებიდან გამომდინარე, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ლოიალობის ბარათები და მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც თითოეულ კომპანიას გააჩნია და ასევე ბოლო პერიოდში საკმაოდ ბაზარზე აქტიურად წარმოქმნილი და გაჩენილი მსხვილი ქსელების მხრიდან თვითმსახურების ობიექტები, სადაც საწვავი დაახლოებით ასევე მნიშვნელოვნად იაფია და თითქმის თანაბარია მცირე ქსელებთან არსებულ ფასებთან. განგრძობითი დაკვირვების პირობებში ჩვენ ვარაუდობთ, რომ მოგვიანებით მარაგებიდან გამომდინარე, როდესაც მსხვილი ქსელებიც გაერთებული იმპორტის ასახვას მოახდენენ საკუთარ ქსელში, ეს კონტრასტი კიდევ უფრო შემცირდება. ამიტომ ჩვენ პირველი კვარტლის მონაცემების სურათით წარმოვადგინეთ აღნიშნული ფასტაშორის სხვაობები, თუმცა განგრძობით და თუნდაც იგივე 6 თვიანი ჭრილში უფრო სრული სურათის დანახვის შესაძლებლობა გვექნება და დავინახავთ, რომ შეიძლება ეს კონტრასტი იყოს ბევრად უფრო მცირე, ვიდრე დღეს რეალურად ჩანს ამ სამი კვარტლის მონაცემების საფუძველზე. გასაგებია. ფასების ნაწილს მინდა გავყვეთ ამ შემთხვევაში საცალო ბაზარზეც მინდა რომ გკითხოთ, სადაც ბოლო პერიოდში, ყოველ შემთხვევაში გასული წლის პერიოდს თუ გადავხედავთ, ძალიან ესეთი მსხვილი გარიგებები შეინიშნებოდა, გამსხვილებულია, გულისხმობს სუპერმარკეტების ბაზარს, თქვენ გაეცით ამაზე თანხმობა. როგორ ფიქრობთ, ან თუ დააკვირდით მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ქსელი მნიშვნელოვნად გამსხვილდა და რეალურად 6 თუ 7 ქსელი გაერთიან და ერთი ქოლგის ქვეშ, რამდენად შეიცვალა კონკურენტული გარემო სუპერმარკეტების ბაზარზე? ანა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი 2024 წლის ანგარიში, სადაც საკმაოდ საინტერესოდ არის წარმოდგენილი FMCG ბაზარზე არსებული ვითარება 2024 წლის მდგომარეობით და მათ შორის 2025 წლის პერიოდის დასაწყისის გათვალისწინებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ შარშან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რაოდენობრივ ჭრილში იყო სწორედ FMCG სექტორი, თუ კონცენტრაციებს შევხედავთ და რამდენიმე მსხვილი გარიგება მოხდა ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარი დინამიურად ვითარდება და მას გამსხვილების ტენდენცია ახასიათებს, რაც მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია, ერთის მხრივ ორგანიზებული ბაზარი იზრდება მთლიან ბაზარზე და მეორეს მხრივ ასევე ორგანიზებულ ბაზარზე შეინიშნება ეს გამსხვილების ტენდენცია. ჩვენი ბოლო შეფასებით FMCG ბაზარი მთლიანობაში 2024 წლის მონაცემებით შეფასებულია როგორც 13 მილიარდიანი ბაზარი და ჩვენი დათვლის მეთოდიკა გვაქვს, ვითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა იმ ქსელს, რომელიც დღეს გადამხდელია, რომელსაც აქტიური სალარო აპარატი აქვს და ასევე აღნიშნული ბაზარი არ მოიცავს აფთიაქებს, რომელიც კლასიკურ გაგებაში შეიძლება FMCG-ის შემადგენელი ნაწილი იყოს. ამ 14 მილიარდიან ბაზარზე თუ ჩვენ ნახავთ სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილს, ის არის სადღაც 32%-ის ფარგლებში, 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის სადღაც 37%-ის ფარგლებში და თუ ავიღებთ 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას, დაახლოებით 55%-იანი მაჩვენებელი გვაქვს ამ კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზარზე ჩვენ დომინანტი ეკონომიკური აგენტები არ გვყავს და რეალურად ქსელებს შორის კონკურენცია არსებობს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ანგარიში ვამბობთ, რომ აღნიშნულ ქსელებს გააჩნიათ მაინც გარკვეული ძალაუფლება დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან მიმართებაში, რაც აისახება იმაში, რომ მათ გარკვეული პირობების კარნახი მათთვის შეუძლიათ და თუ ჩვენ ანგარიშსაც ნახავთ, იქ საკმაოდ კარგად არის წარმოჩენილი, მაგალითად კონკრეტული პროდუქტების მაგალითზე, ბოლო 3-4 წლიან დინამიკაში როგორია ის დანახარჯები, ანუ არაპირდაპირ დანახარჯები, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის ქსელში შესვლას უკავშირდება. და ეს დინამიკა მზარდია.
თუმცა თქვა იმისა, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, კომპანიის წილობრივი მონაცემებიც რეალურად ამას ადასტურებს, თუმცა მიუხედავად ამისა რჩება გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელიც ალბათ გარკვეული დისკუსიის შემდეგ სწორ რეგულაციამდე მივა, თუმცა კონკურენციის კანონმდებლობის გადასახედიდან ამ ბაზარზე ვითარება შეიძლება შეფასდეს ამ ეტაპზე კონკურენტულად და რაიმე კანონმდებლობის დარღვევის წინაპირობა ჯერჯერობით ჩვენთან არ იკვეთება. თუ რომელიმე იმპორტიორი ან დისტრიბუტორი ჩვენ მოგვაწვდის რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას გარიგებასთან ან მათ მიმართ მათი ძალაუფლების არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ჩვენი მანდატის და კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ახსენეთ სწორი რეგულაცია იდეაში თავის დროზე, როდესაც დაიწყო დისკუსია სამთავრობო დონეზე, მათ შორის თქვენ ჩართულობით იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც შესაძლოა ქსელების მხრიდან იყოს გამოყენებული ბოროტად საკუთარი ძალაუფლება დისტრიბუტორებთან მიმართებაში, რაც საბოლოოდ აისახება ფასებზე და ეს ფასები აზარალებს მომხმარებლებს და თქვენ გამოაქვეყნეთ კვლევაც თუ რამხელა ფასნამატები. ამას უნდა მოჰყოლოდა შემდგომ კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც როგორც ვიცით შემუშავდა, თუმცა ამის შემდეგ განვითარება არ ყოფილა. ანუ სწორი რეგულაციამდე მისვლის გზა ამ შემთხვევაში როგორ გესახებათ დღეის გადასახედიდან, მაშინ როცა ბაზარი კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებულია, ქსელები კარნახობენ ხშირ შემთხვევებში საკუთარ პირობებს დისტრიბუტორებს და საბოლოოდ ეს ფასების გაიაფებაზე დიდად ვერ აისახება კარგად. ანუ დისკუსიები ამასთან დაკავშირებით იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ალბათ არ იყო საკმარისი არგუმენტაციები იმისთვის, რომ გარკვეული ტიპის რეგულაციის მიღებამდე მისულიყო საქმე. ალბათ მთლიანობაში, პროცესში და ალბათ საჭირო მეტი მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენი მონიტორინგიც სწორედ ამ მიზანზე ემსახურება და ის ჯერჯერობით და გრძელდება და მან უნდა დაინახოს გარკვეულ პერიოდში ამ ბაზრის განვითარების დინამიკა და ალბათ მეტი არგუმენტირება ჩვენს მონიტორინგშიც იქნება წარმოდგენილი, რა ტიპის და რა მიმართულების რეგულაცია საჭირო და ალბათ ეს დისკუსიები გარკვეულწილად კიდე გაგრძელდება, იმიტომ რომ იმ ეტაპზე ვფიქრობ, რომ იყო ეს დისკუსიები, იყო განხილვები, მაგრამ ალბათ უფრო გაგრძობით და გრძელვადაში დაკვირვების რეჟიმია საჭირო იმისათვის, რომ უფრო ოპტიმალური ჩარჩო იქნას ამ მიმართულებით განსაზღვრული, ისე რომ ერთის მხრივ განვითარების დინამიკას არ შეეშალოს ხელი და მეორეს მხრივ ბაზარზე იყოს სამართლიანი პირობები. თქვენ რეკომენდაცია გაქვთ რამე ამ მიმართულებით თუნდაც ხელისუფლებასთან? 2024 წლის ჩვენი ანგარიში არის შუალედური ანგარიში, ის გაგრძელდება მიმდინარე წელსაც და თუ მივალთ რაიმე ტიპის რეკომენდაციამდე, ამას რა თქმა უნდა გაუზიარებთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში თქვენ რა ტიპის მონიტორინგს აგრძელებთ მაგალითად FMCG ბაზარზე, მათ შორის თქვათ თუ ამჩნევთ გარკვეულ დარღვევებს თუ ამ ეტაპზე ეს არ არის? არა, მონიტორინგი ეს არის მთლიანად ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, დინამიკის შეფასება, ბაზარზე არსებული პოზიციების განსაზღვრის ჩართვით. მე უკვე გითხარით, რომ ბაზარი ჩვენ შეფასებული გვაქვს 2024 წლის მდგომარეობით, რაიმე იქ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს კონკურენციის კანონმდებლობასთან, ამ კუთხით არ ფიქსირდება, თუნდაც კომპანიების საბაზრო წილებიდან გამომდინარე, არ გვყავს არც დომინანტი ინდივიდუალურ დონეზე და არც ჯგუფური დომინირების შემთხვევა გვაქვს, ამიტომ რაიმე ტიპის ამ კუთხით კანონმდებლობის დარღვევაზე იქ საუბარი არ არის. თუ ეხლა რომელიმე იმპორტიორს გააჩნია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მთლიანად ეს 10 თუ 10-ზე მეტი მსხვილი ქსელი არის თქვენთან გარიგებული და ერთნაირ პირობებით მუშაობენ ბაზარზე, ჩვენ ამ მტკიცებულებებს სიამოვნებით მივიღებთ, გავაანალიზებთ და შესაბამისადაც ვიმოქმედებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჯერჯერობით ჩვენამდე მოსული არ არის. გასაგებია და ცოტა დრო გრჩება და მინდა კიდევ ერთი თემაც მოვასწროთ, ფარმაცევტული ბაზარიც, რომელიც პრინციპში მალე მოსასწრები დიდად არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში გკითხავთ რა ეტაპზეა ის თქვენს მიერ ასევე მოკვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევა, რომელიც დაუდგინეთ ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებს, როგორ განვითარდა ამის შემდეგ ეს საქმე ახლა რა ეტაპზე? რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას დარღვევის შესახებ და იმ რომელიც 2023 წლის ბოლოს იყო, აღნიშნული საქმეები 4 კომპანიის შემთხვევაში გასაჩივრებულია სასამართლოში და ჩვენ ველოდებით განხილვებს და ბუნებრივია სასამართლოზე მოვახდენთ ჩვენი გადაწყვეტილების არგუმენტირებას და დაცვას. ჯერ განხილვები არ ყოფილა, რაც შეეხება მეორე მოკვლევას, რომელიც ასევე მიმდინარეობს 8 კომპანიის შემთხვევაში და 14 მედიკამენტის მიმართ.
აქ არის დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის გამოკვლევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ ვექნება სექტემბერში და გაბუნებრივია გავაცნობთ საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, მოიგებს კონკურენციის სააგენტო დავას ფარმაცევტულ ბაზართან, თქვენი მოლოდინი როგორია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს არგუმენტებში ვართ მყარად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაწყვეტილება არ იქნებოდა, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ. დანარჩენი, რა თქმა უნდა, სასამართლოს კომპეტენციაა და ბუნებრივია ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმი, თუნდაც ეს ბუნებრივია, როდესაც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება გადის სასამართლო კონტროლს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი არგუმენტები არის მყარი 2023 წლის кейსთან დაკავშირებით. დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. სამწუხაროდ მეტი დრო არ გარკვევთ, თუმცა თემები ბევრია. კიდევ გვექნება საშუალება ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით სააგენტოს ანგარიშზე და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საწვავის და საცალო ბაზრის ნაწილში ბიზნესი დღეს